ჩემო მეგობრებო, იუთუბელებო, გამომწერებო. ამ ცხელ აგვისტოში, ესეთ ცხელ ამინჩი და ვინ საქართველოში ხართ, იცით რა ხდება, როგორ ცხელო. მოგესალმებით. და ბევრი თხოვნა იყო, რომ გამეშალა ფიქრი გრძნობა მოქმედებაზე. გავაკეთებ ორ პოზიციაზე, თქვენ ჩაიფიქრეთ, თქვენთვის სასურველი ადამიანი, მე არ ვიცი ის რომელ ქალაქშია, საქართველოშია თუ სხვაგანაა, თუ თქვენგან შორსაა თუ ახლოსაა. ძირითადად აგვისტოს თვე, ცხელ თვეთ არის გამოცხადებული მთელი მსოფლიოსთვის და არა მარტო ამინდის პროგნოზით. საერთოდ ცხელი, ამაღელვებელი, სტიქიური ბუნების ცეცხლითა და წყლით, ესე ვთქვათ, ჩაიფიქრეთ თქვენთვის საინტერესო ადამიანი, მისი ფიქრი, მისი გრძნობა, მისი მოქმედება. ფიქრი, გრძნობა, მოქმედება, რჩევა. ფიქრი, გრძნობა, მოქმედება, რჩევა. თქვენ ახლა შეგიძლიათ უბრალოდ პოზიციები აერჩიოთ, ან მოусმინოთ ორივეს. დავიწყებ პირველი პოზიციით, მისი ფიქრი. რა ფიქრებშია? Two of Pentacles, ანუ ამ შემთხვევაში ფიქრობს თქვენზე ეს ადამიანი, უნდა გამოვიდეს კონტაქტზე. გრძნობა, Nine of Pentacles, გადასარევია, გრძნობით სავსეა, უნდა რომ დაატრიალოს, დააბრუნოს ისევ უკან ყველაფერი, იმიტომ რომ დაუტრიალდა და დაუბრუნდა აშკარად. მოქმედება Two of Wands, აპირებს, რომ შეგეხმიანოთ, მაგრამ გაურკვეველია როდის, იმიტომ რომ მის მოქმედებაზეა ყველაფერი დამოკიდებული. და რჩევა, The Page of Cups, ანუ ამ შემთხვევაში ძალიან დიდი იმედები გექნებათ, უბრალოდ იცოდეთ, რომ ამ ადამიანს მართლა აქვს თქვენს მიმართ გრძნობაც, ფიქრიც და მოქმედებასაც გეგმავს, თუ როგორ და რანაირად. ამას რა თქმა უნდა პირადი გაშლა და დეტალები. აქ უბრალოდ საჯარო გაშლა ჩანს ის მინიმალური პასუხები, რაც თქვენ გაინტერესებთ და ეს პასუხები ყველა უტყუარია. გადავედით მეორე პოზიციაზე, ფიქრი. ეს ადამიანი მარტოა, ვინც არ უნდა იყოს, როგორც განდეგილი, ეხა მოწყვეტილია ყველაფერს, გრძნობა. აბსოლუტურად დამსხრეული აქვს ყველაფერი, იმდენად ტრანსმუტაციურ მდგომარეობაშია, ტრანსცენდენტალური, ანუ რას ვიძახი, ის რაც იყო წარსულში ყველაფერი დამთავრდა და უნდა ეხლა აღორძინდეს რა? პირველ რიგში თავის სასიცოცხლო ენერგია, რომელიც ძალიან, ასე ვთქვათ, დაცემულ მდგომარეობაში აქვს და არ ვიცი მე ეს ადამიანი ვინ არის, თუმცა იკრებს ძალებს, უნდა რომ მოიხვეჭოს მეტი შესაძლებლობები, ინფორმაცია, ძალა, იმისთვის რომ რაღაცნაირად დადგეს ფეხზე, იმიტომ რომ ფაქტია, ამოვიდა და Tower არის დამსხვრება, დანგრევა, განადგურება, შეიძლება მისი ფასეულობები, შეიძლება მისი ფიქრების, მისი ცხოვრების, მისი აზრები, შეიძლება დადებითად გადავაკეთოთ ეს, ხო, მაინდა-მაინც უძე არ ვფიქროთ. მოქმედება ამ ადამიანის Temperance, როგორც მიიღებს ეს ადამიანი, როგორც იქნება და დაიბალანსებს სიტუაციას, აქ არის მდგომარეობა ცივსა და გაყინულს შორის და აქ უნდა ეს ადამიანი დააბალანსოს ამან ეს თავის გრძნობა, რომ შემდეგ გადმოვიდეს მოქმედებაზე და რჩევა. აქ არის საუბარი სამკუთხედზე, ანუ აქ ეხა უკვე შემიძლია მე დავასკვნა ესეთი რამე, რომ ან ჩვენ ვართ სამკუთხედში, ან ის ადამიანი, არა აქვს მნიშვნელობა, სამკუთხედი იკითხება, ყოველ შემთხვევაში თუ არ არის სამკუთხედი, მაშინ არის ძალიან დიდი გულგაცრუება ჩვენს გრძნობასთან, სიყვარულთან დაკავშირებით ამ ადამიანისგან, რომელმაც დაგვიმსხვრია ჩვენი, ასე ვთქვათ, ოცნებები, ჩვენ გამოვედით ამ მდგომარეობიდან, როგორც განდეგილი, ანუ განმარტოვდით რაღაც პერიოდი და დავანგრიეთ ურთიერთობა და ეხა დავაბალანსეთ
და ეს რა თქმა უნდა მოხდა იმიტომ, რომ ამ ადამიანმა გაგვიცრუვა გული. ხო? და მეორე პოზიციაზე მოდი დავაკონკრეტებ. მაინც ეს ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს ის და ეხა ვინც მიყურებს ამ ვიდეოს და როდესაც არ უნდა მიყურებდეს ამ ვიდეოს და თუ დაინტერესდა ამ ვიდეოთი და შემოვიდა აქ და ჩაიფიქრა მეორე ადამიანი, მეორე პიროვნება და მეორე პოზიცია. თუ ღირს ამ ადამიანთან საერთოდ მომავალში რამე დაშორებულია ეხა ეს ადამიანი აბსოლუტურად დაცემულ მდგომარეობაშია, რაც პირველმა და მეორე კარტმა მაჩვენა. დაცემული რას ნიშნავს? განადგურებული. ეს არის კრიზისი, როგორც მატერიალური, ასევე შინაგანი, ემოციონალური და მიმდინარეობს გასამართლება. ანუ ეს უკვე ყველაფერი ზემოდან. ყველა თავისი მოქმედებიდან უნდა აგოს პასუხი. მოდის სამსჯავრო სასამართლოს ზემოდან. ანუ ეს მისი კარმაა. მან ეს დაიმსახურა. მე არ ვიცი ის ვინ არის. მე არ ვიცი რატომ მოხდა თქვენ შორის ესეთი სიტუაცია. თქვენ რატომ აღმოჩნდით ამ მდგომარეობაში, მაგრამ მე ერთი რამე ვიცი, რომ შემთხვევითობა არ არსებობს. ეს არის სამყაროს კანონზომიერება. თუ კი რამე ხდება ჩვენ ცხოვრებაში, ჩვენ უნდა მივიღოთ ეს როგორც გაკვეთილი, როგორც გამოცდა, როგორც მორიგი რაღაც ეტაპი ჩვენი ცხოვრების და ამან ჩვენ უნდა გაგვაძლიეროს პირველ რიგში, უნდა მივიღოთ ყველაფერი მადლიერებით ვთქვათ, მე მოვერია ამას, მე დავძლე, მე ძლიერი ვარ. გაუშვათ, იმიტომ რომ ჩვენ ვერ ვაპატიებთ, ჩვენ არ ვართ ღმერთები და არ ვართ შექმნილი ადამიანები, მოკვდავები, არ გვაქვს ეს დიცულოვნება, რომ ჩვენ მას ვაპატიოთ, ამიტომ ჩვენ უბრალოდ უნდა გაუშვათ და გავაგრძელოთ გზა. აი ეს არის ჩემო კარგებო, რაც მინდოდა მეთქვა თქვენთვის, აი ამ მოკლე ვიდეოთი. აი ესეთ მდგომარეობაშია ეხლა დღეს ის თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი. იმედია უფრო უკეთეს მდგომარეობაში და სიტუაციაშიც იქნება. გაშლებს გავაგრძელებ. ნახვამდის და დროებით.